დათა მეცადინეობს და ბუბუ როგორ გულში მატკივრობს ერთი ნახეთ. მოუსკუტდება ხოლმე ესე გვერდზე სკამზე და შესცქერის. დილით მაქვს. ხო. სამი გვერდია დასაწერი რა იყოთ. რას შურებით აბა როგორ ხართ? მედია ხართ ყველა კარგად. და კარგადაც უნდა იყოთ. კარგად უნდა ვიყოთ. სხვანაირად არ შეიძლება და არც გვაწყობს. ისე გაირბირა ამ კვირამ. ხვალ უკვე პარასკევია და კიდეც გამოვიწყობთ 2 დღიან დასვენებას. აი გიჟდები ისე სწრაფად გადის დრო. ძალიან სწრაფად. ცუდია ეგ. ჩვენი დრო ცოგარბის. და ძალაზე რომ ვდგავართ ხოლმე, ჩქარა გავიდეს ეს ზამთარი და მალე გავიდეს შემოდგომა და ვაიმე ზაფხული როდი მოვა. ორჩა აღარაფერი არ მეჩქარება არსად. ესე გადავწყვიტე. მოსუყურე, როცა წყალი არ უსხია რა დღეში. ასე ათრესა და ვერ ჩაუსხა. დამიხრჩი ხარ, გოგო, დამიხრჩი ხარ. გუშინ დავიწყე გადაღება და ვერ დავასრულე. აგერ უკვე პარასკევია, 3:30 ბავშვები სკოლაში არიან. ძალიან გვიანავდე კი რაღაცა გადაუბუჟდი რაღაცნაირად. არაფერი გამიკეთებია, თითი არ გამინძრევია და სახლი მაქვს ჩვეულებრივად დაბომბილი. ცუდი ის არის, რომ არ მაქვს დიდად განწყობა, მაგრამ არეულ სახლს ვერ ვუყურებ, ვერაფრით არ შემიძლია. აი როცა კარგად ვერ მძინავს, რამის გამო აი არ ვიცი. გამიტყდება ხოლმე ძილი. საშინელ განწყობაზე ვდგები. მოვალ ვერ ხასიათზე საღამოს უკვე. ჩვეულებრივად, მაგრამ აი დღის პირველი ნახევარი საშინელი მაქვს ხოლმე. მეღვიძება შუაღამეს და მე ვეღარ ვიძინებ. და უკვე ჩაძინება რომ მინდა, ჰა უნდა ავდგეთ რა. აი მაგ დროს უკვე მენთება რაღაცა ტვინში. ის ადამიანები რა მართლა, ვინც ღამისთებით მუშაობენ და ზოგადად ვისაც ღამის თენება უწევს. მართლა გეფიცები ძეგლს იმსახურებს ყველა. არ ვიცი, ხელფასი უნდა იყოს ღამის თევაზე იმ ხელა, რომ საწუწუნოც კი არაფერი ქონდეთ ადამიანებს. მე ასე ვთვლი. აბსოლუტურად ვინგრები ერთი ღამის გათენებითაც და წლები როგორ გრძელდება წარმოიდგინე. გათენებით კი არა და თუნდაც ერთი ღამის გატეხვით, არასრული ძილით. თმა გამიშრა საშინლად ვერ ვიტან, ამიტომ ღამე დაბანეს თავის. ხა უნდა ჩამოვიბანო, თორე ეს თმაც ცალკე ნერვებს მიშლის. ნელ-ნელად დავიწყებ ახლა. დღეს სატომღაც გადაწყვიტეს, რომ დათას უნდა გიორგი დახვდეს. ესე მოილაპარაკეს. 2-5 გაკვეთილი აქვს, ერთი სხვა სკოლაშია, მეორე სხვა სკოლაში. დაახლოებით ერთ დროს მოდიან წესით და იმედი მაქვს, რომ გიორგიმ უნდა მოუსწროს დათას. მორჩი წუწუნს, წამოხტი, დაობზრიალდი და მივალაგე ძირითადი ყველაფერი აბსოლუტურად. სანამ თავისუფალი ვიყავი. აქ ძალიან უნდა მოინდომო რომ რამე არისო. ძალიან თუ არავინ არ არის, არც ირევა ეს ოთახი. ბავშვების ოთახში ცალკე საგიჟეთი ხდებოდა, ყველა კუთხე ჰქონდათ ამოყირავებული და კარგად ბლომად დრო წამივიდა ამ ოთახის მოწესრიგებაზე. სხვათა შორის ჩემი ხვიჩა და გოჩა ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, ასწდნენ და ჩემი მოსაყვანი გახდა დათაც. ასეთი საგიჟეთი ჩემს სამზარეულოს კარგი ხანია ალბათ არ ახსოვს. მაგრამ არა უშავს, უცბად გამოვახედე თვალებში. ბოლოს ჩემ ოთახსაც მივადექი აქ თეთრეულით შევცვალე და საკუთარი თავის ჯერიც დადგა. ფენი ძალიან დიდი ხანია მაქვს, ალბათ 1-3 წელი იქნება. ანუ დიდი ვერაფერია. ერთადერთი ეგრეთ წოდებული ჩოლკების წინამოსჩამოსასწორებლად თუ ვიყენებ. არ მიყვარს ფენით გამშრალითმა და რა ვიცი, ამიტომ არც დანაკლისი მიგრძნია აქამდე. მაგრამ ახლა ავტყდი სამკლეთ. სანამ არ ვიყიდი არ მოვისვენე.
უკვე მოგვისაღამოვდა, ბავშვები ისვენებენ, ნირვანაში არიან, სამეცადინო არ აქვთ არაფერი, ბუბუმა ცხოვრობს მოფერებაზე და ხო, რომ მოვდიოდით მე და დათა შევიარე მაღაზიაში და წამოვიღე ემულსია. ეს თეთრად რაც არის შეღებილი, თავიდანვე ემულსიით არის შეღებილი და რაღაცა პერიოდულად წელიწადში 2-3 ჯერ გადავატარებ ხოლმე, რომ გავავაქათქათო და გავაბრდღვიალე. აი როგორ გავაბრდღვიალე არიცით. და სადამდეც ბავშვების თითები ხდება, აი არ ვიცი, სასწაულს დაამსგავსებენ ხოლმე და ვერ ვიტან საშინლად. საახალწლოდ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ისეთი დეკემბერი მქონდა. სკოლაშიც, სახლშიც, ჩვენი პირადი საქმეებიც არ ვიცი, ყველაფერი მაშინ მოგვინდა. ამიტომაც დღემდე აი ესე შემოვიტოვე ეს საქმე. 3 კილოიანი ვიყიდე, რაც ჯანდაბად მინდოდა 3 კილო, მაგრამ მოუთმენელი ვარ, საშინელი თვისება მაქვს. ერთი რომ ვიტყვი რომ ეს უნდა გავაკეთო დღეს, სამყარო რო ამოტრიალდეს, თუ ჩემზეა დამოკიდებული, ის უნდა გავაკეთო იმ დღეს. თორე ორი ნაბიჯი რო გადამედგა ცოტა, ორი არა, მაგრამ ცოტა იქით რო წავსულიყავი, ან 1-2 დღე მომეთმინა, ვიყიდი პატარა. მაგრამ არა უშევს, თავარია ჩვენ გავხალისდეთ. სხვა ყველაფერი მეათე ხარისხოვანია. შემოვურბინე უცბად, სხვათა შორის დიდი დრო არ დამჭირვებია. მე რესველი ხელსახოცებით ის პლინტუსებზე გადამივიდა, გადამეთხაპანა და ესენი შემოვწმინდე. აკურატულად რო ყოფილიყო და ლამაზად. აი, თაღი ჩანს შემოსასვლელში ზუსტად აი ეს ადგილია ყველაზე მეტად ეს მონაკვეთი მაღიზიანებდა ყველაზე მეტად აი ეს მხდებოდა თვალში ყველაზე ცუდად. ასე მეგობრებო, გავაბრდღვიალე ყველაფერი. გავაქუთქუთე ჩემი ოქროს ხელებით. ისინი მარტივია, მოკლედ რა გადახალისება ყველაფრის თუ მოინდომებ. გავანია, მეუცებ გავიდა სუნია, საერთოდ არც ყოფილა პრინციპში ვორდნავდა. ამინდიც ნორმალური იყო არციო და 15-20 წუთი მქონდა ღია ყველაფერი და განიავდა გადასარევად. ჩანაფიქრი ყველაფერი სრულეში მოვიყვანე. მომედნიერება ახალ შაბათია, კარგია. მადლობა რომ გვიყურეთ. შემიგელლაკი მოვიხსენი. ცოტა ვასვენებ ბრჩხილს. 1 წელი არ შემისვენია. არ ვიცი საერთოდ გავიკეთებ თუ არა კიდევ, მაგრამ ვფიქრობ მარტისთვის გავიკეთებ. უკვე დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი საღამო გქონდეთ თქვენსა და ჩვენს. შემდეგ ვლოგამდე.